როდესაც ადამიანი ნებით ირჩევს საკვებზე უარის თქმის მდგომარეობას, მას არ აქვს წონის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. მიაქციეთ ყურადღება, ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას დავიკლო წონაში და ამის გამო შევზღუდო. ან ნეგატიურად ვარ განწყობილი ჩემი ორეულის მიმართ, სარკეში რომ ვიხედები, ან ჩემი წონის მიმართ. არა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც წონაზე ორიენტაციით კი არა, წინამორბედი შფოთვით, ან აუხსნელი მიზეზებით ადამიანი იწყებს რაციონის შეზღუდვას, ულუფის შეზღუდვას და ასეთ შემთხვევაში დგება მდგომარეობა, რომელსაც ქვია დიახ, კვების შემზღუდავი დარღვევა, სახელად საკვების მიღებისგან თავის არიდება. მიაქციეთ ყურადღება ამ პრობლემის ადრეულ სიმპტომებს. ძალიან ხშირად ახალგაზრდებს უჩნდებათ, ახალგაზრდა ქალებს ოჯახის პირობებში. ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს ეს მდგომარეობა. და ეს არ არის უბრალოდ ხასიათობრივი თავისებურება. ეს არ გახლავთ ადამიანის გუნებგანწყობის მერყეობა. ეს არ გახლავთ ადამიანის კვების მოდელის ინდივიდუალური წესი, რომელიც შეიძლება შემწყნარებლურად მივიღოთ. ეს არის ძალიან საყურადღებო მდგომარეობა თავისი ახლო და შორეული შედეგებით და თუ მსგავსი ნიშნები, რაზედაც ახლა მე თქვენ გესაუბრეთ, თქვენს ოჯახის წევრზე შენიშნეთ და შესაძლოა საკუთარ თავსაც გამოუტყდეთ მსგავსი ნიშნების არსებობაში, მაშინ არ დაკარგოთ დრო, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია.